რეგიონული განვითარების საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა. თავდაპირველად სამინისტროს წარმომადგენელმა რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია მოახდინა. იქვე აღინიშნა, რომ სტრატეგია რეგიონისთვის პოლიტიკის განსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც რეგიონის განვითარების პოტენციალის ხელშეწყობა მოხდება. დოკუმენტი გრძელვადიანია. იგი 5 წელზე იქნება გათვლილი და მის შემუშავებაში ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობო სექტორის შეერთვება. განვითარების საბჭოს სამუშაო ჯგუფი დღეს შეიქმნა, რომელსაც მხარის გუბერნატორი უხელმძღვანელებს. დოკუმენტის შექმნის პროცესს კი კოორდინირებას გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე გაუწევს. ეს დოკუმენტი უნდა იყოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით ჰარმონიაში ერთმანეთთან მოყვანილი, შემუშავებული არის უკვე სპეციალური სახელმძღვანელო რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა. ჩვენ დღეს მოვახდინეთ ამ დოკუმენტის ასე ვთქვათ პრეზენტაცია და გავერკვიეთ თუ როგორ რამე თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ამ სტრატეგიის შემუშავება. საბოლოო დოკუმენტი ალბათ მომავალი თვის 20 რიცხვისათვის უნდა დაიდოს. ძირითადი იდეა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ყველა მხარე იყოს, ყველა დაინტერესებული ჯგუფი იყოს, მოსახლეობის ყველა ფენა იყოს ჩართული ამ სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ამჟამად იყო სტრატეგიის შემუშავების ჯგუფის საბჭოს ასე ვთქვათ, ძირითადი სხდომა, სამუშაო ჯგუფის ფორმირების პროცესი და ის ძირითადი ასე ვთქვათ, დატვირთვები გადანაწილდა სამუშაო ჯგუფის წევრებზე, რომლებმაც უნდა განახორციელონ ამ ინფორმაციის მოკრება. ჩვენ გარკვეული სამუშაოები უკვე რაიონებში ფაქტიურად ჩატარებული გვაქვს, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ დროდადრო და იმედი გვაქვს, რომ ეს მუშა პროცესი ჩვენ არ გაგვიჭირდება. დღეს შეირჩა მუშა ჯგუფი რაიონებიდან და ბუნებრივია ჩოხატაურიდანაც მიიღებენ მასში მონაწილეობას ამ მუშა ჯგუფის შეხვედრაში და ივნისის 20 რიცხვისათვის სავარაუდოდ უკვე ჩვენ პირველი მონახაზი სტრატეგიული გეგმის აუცილებლად გვექნება.